მაგაძრებასებო წავედით მეთქი სამი იბადე მეთქი წავიდეთ მაგვიანდება წამოწოლილი ვიყავი ევაზედ მეჯდა რასაც ქვია და მეთქი უი მაგვიანდება თქო და იკა მითხრა მეო სულ არ მაინტერესებს რომ გაგვიანდე ანუ დიდად არ მოწონს სტატუსი იდეა და გაგვიანდება და გაგვიანდესო რა ვაფშე გამიტყდა. ანუ შეიძლება მას არ მოწონს, მაგრამ ანუ მე ვთვლი რომ მიყვარხარ. ქეთის აი მე რასაყი. მიყვარხარ. ქეთის ძალიან ალბათ უყვარხარო. ქეთი საყვარელო მეც ძალიან მიყვარხარ, ძალიან კარგი და საყვარელი ხარ. ანუ მე ვთვლი რომ ერთმანეთის სურვილს პატივი უნდა ვცეთ და როცა ადამიანის შეეულს ეხება თვითონ უნდა შეუძლია რომ გაიგოს. არა არც მიშლის და ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ მაინც გამიტყდა. ой, ეს ვარ შემიჩნევი. ვიღაცის ავად ნასკია მგონი. ნასკია? აი აქ სადმე რო დადო? ანაი აქ. რა იყო ეხა არ მითხრა რომ დასაყეფად მოდიხარ რა გეხვეწები შენი ნახეთ მე არაო შენი ხარ ზუსტად მეყეფა რომ დამიწყო როგორ არ გწხვენია უი როგორ არ გწხვენია რატო დამიყებ თან კუც მიხნას შენ გამომივარდი მე ის ხარ ხო უი შენ გარწხვინე მე შეგარწხვინე ნახეთ როგორ შერწხვენი წავიდა გამომივარ და ყევით მოკეთ მივდივართ ჩემს ტატუ მასტერსთან და იმედი არ დაგოგვიანდა მოვნიშნე მისამართი რუკაზე და წავედით ერთად ვიაროთ ტატუებზე დავიღადოთ და აი ეს ვაიმეს დამოვიწყდა ამ შტატივის მაგრამ იყოს ეს შტატივი უფრო კაია იქნებ დადგომა დამჭირდეს ან დავაყენო დამჭირდეს და იყოს ეს შტატივი ეს ისა რომელიც ფეხზე დგება აი ასე ვაიმე როგორ მიხარია იმ ხელას მომღეროდი ვანიდან თან ციოდა თან მაგანკალებდა და ჯეისაც ხო იცით მე როგორ მონაცემები მაგ სიმღერაში თან როქცია და კაკანკალებს და იქა მიგენდა რა იყო რა ხმაურია მეთქი მიხარია ხოდა ესე მიხარა და ჩემი ესე აუ კატამ გადამიარა ბავშვმა იგა გვაგვიანდება რასაკეთებ ეს кайფოს ეხა გახსენდა ეს ვიჭველი და გვაგვიანდება 20 წუთია უკვე ისეთი გახარებული ვიყავი რა ემოციებს რო ვერ იტევ რა როსტა რაღაც უზომოდ გახარებული ხო და ის უმღეროდი ვანაში შემომიტია სიხარულმა და წავიდეთ ბევრი ვიაროთ ვაი როგორ მიხარია ისა ხო ვერ წარმოიდგინე ესეც რო ტატუს გავს არა ჩემი დახატული როა მე და შენ სამყარო შემოვიაროთ და ვაი როგორ მიხარია აი არ ვიცი რომ გიჟი გადავირიე ისიც კი მიკვირს აქამდე რატო ვერ გადავწყვიტე თქო ესე ძალიან თუ მინდოდა თქო ბევრი მაგრამ იყო და იმიტომ აი ეს ძაღლი ეს აი ეს მაიმუნი ძაღლი ვაიმე რა საყვარელია შევჭამე ერთხელ ცხვირს მოვადიდხანი მაიმუნი როგორ დაგამიბრაზდა როგორ გამომივარდა ხრობასთან ერთად დიდ გულზე არა და რა ბუნჩუა ერთი ნახე და უეჭველი ლაბრადორთან არის ნაჯვარი უეჭველი წავედი თიკა წავედი
მიდი კაცო რა ასაშვები მეგერსა აუ კაი რა სერიოზულად ნახეთ უკვე ამძვრა მანიკური გუშინ საღამოს წასმული ამეთ კიჩა უკვე აი შილაკთან მოგვიწევს ამეგობრება მე გეტყვი რაღაც ეგეთს ვატყობ ეგეთ ბედს მეორეც მოვიდა მეორე მაიმუნი ჯაყლით ძალიან მიყვარს ეს ჯაყლი სხვათა შორის ძალიან კაი ჯაყლია მაგრამ წავედით ძველი სილამაზე და გვირაბი და ესეცესოდა სანატრელი შუქი გვირაბის ბოლოს რა ლამაზია შემოდგომა რა ლამაზია ხები ძალიან მომწონს და ძალიან ვიხიბლები საათები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პარკირების ადგილი მოუძებნეთ ნიკო ნიკოლაძის ქუჩა და ეხლა მივდივართ კოსტავაზე ჩვენი დანიშნულების ადგილას ეს მგონი აყენებს ამიტომ დროს ვიხელთებ და გადავალ გზას აფჩი აქედან სამყავა იყიდება აი აქ მოკეთ მივდივართ სივა აი სუსხია დილა როა ნუ რაღა დილა მაგრამ ასეთი შემოდგომისთვის რა ლამაზი ფოთლებია ასეთი შემოდგომისთვის დილა ძველებური ეზო აი მე რა ლამაზებია როგორ გიждები ესეთები ვაიტარა მანქანა ვაიტარა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი რუსთაველი მალე მივაყ კერაგა თითქმის უკვე მივედით აწერია ყველაფერი ქარია და ნაცარი ძირფასებო საქმე დამრჩაო ცოტა 1-20 წუთისად დაგველოდეთ. მეთქი ოკეი, მეთქი ხა შეიძლება გადავიღო, რაც გაგიხარდებო. შენ მეთქი არა პრობლემა. ეხა გაჩვენებ დაკავებას. ეს ვიღაცის კურტკა და პირბადე. იქ აქ ელოდება.
რა სილამაზეა. ხელოვანი ადამიანის ადგილი. Super. Იკა ინტერნეტი გინდა გაგიზიარო. Passaşında mümkündür böyle. Yubiye gemiziyero. ეს ნახეთ. რა ლამაზობა. გაგიზიარე. რა საიდან? შენი? ჰა. ესე ყობა ხელის დასადებია თქვენ, რა? რა მაგარია, რა ნახალური ვინ არისო? აი ესეთი გადავწყვიტე და ნახოთ აბა რა გამოვა ხო? დაღლების რამდენ ხანს გაჩერდება ეხლა რადგან ამ ხელზეა? ეგ შენზეა დამოკიდებული ამ ვის როგორ ჩერდება რა, იმიტომ რომ არის შემთხვევა როცა ვიღაც წრები ქონია, არის შემთხვევა ვიღაცას ორ თვეებს არ გაჩერება. მართლა? ვაუ. და ამიტომაც ცოტა ისე რა. ანუ ვერ გაიგებ. ნახოთ. მაინდა-მაინც პირველი ტატუისეთ ადგილს მინდა, რომელზეც ადვილად გადადისო და ნახოთ. აბა ეს ზომებია ხო სხვადასხვა? რომელიც მოერგება. ეს ბიჭი მანამდე ხო, აი ეს ცენტრალე გავა. ჩემი გულები. რადგან პირველად ვიკეთებ კითხავ ეს ხო ერთჯერად იქნება ეს ხო ძალიან მაშინებდნენ მაგის გამო ვისაც ასევე არ აქვს ტატუ ანუ შენაც გეთება ანუ კანსას ხო ერთჯერად ეგ ამთა რაც ხონდა ჩემს გარდა თავარია კანს რაც ეხება დასაც რამე გადააკ ტაჯიკი თუ სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიყვანოს ხო ვეტყვი რომ მე ვერ გადავიღებ მithლად და ეგა მოდი შემოვიდესო თუ უნდა და თან მე მარტო ვერ გადავიღებ ამას კიდევ ვიღაცები არიან და შენ მე გადამიიღე ეს ლიან შენჩენა ისა უთხარის გამოცხადა ახალია ყველაფერი ერთჯერადია მეც უთხარი და მე ჩამას აქ დავდებ ამ მიღებს რა ჯემდებოდ მინდა აი იანი ეხლა გეის გეგმა არის ეს შემკობს აი მე დიდი მადლობა ძალიან და ბოდიში ჩვენ ეხლა დაგვიდება რა მაქსიმუმ 10 წუთი ცოტა ხან 1 წუთი 30 წამზე მეტი რო ისმის საავტორო უფლებების დარღვევათ ითვლება და დაბლოკილია უკვე ყველაფერი კაია რატო კაი აი ჩემ მუსიკა როდესაც ეს ჩართული ქონდეს და
ანუ მე ვიძახი ხო ფულის კეთების მხრივ. ხო აი გუნდა იყოს განსაზღვრული ეხლა მაგალითად შემთხვევით რომ ისმის სადმე ხარ ხო ან კაფეში ან სადღაც იქ შემთხვევით ისმის ხო იქ ჩართულია თავისით მე სულ არ მინდა რომ ჩართული იყოს შეიძლება მაგრამ არის ხო და ანუ აი ეგ მომენტია ხო და ზუსტად მაგიტო არის რომ არასწორად იყენებდნენ ეთყობა რა ვიცი აი ეგ მუსიკა მოხდა კარგი და დაგიბლოკეს ხო უაშორებ ხმას და იმას მაგრამ ხო ეს ცოტა ხანში ჩვენთანაც თუ შემოვიდა ისეთი კანონი რაც ევროპაში არის მაგალითად გერმანიაში ხო ანუ აი ესე მუსიკა რომ აქ ჩართული და შენ მუსიკას გასმენინებ ხო მე მაგაში ფული უნდა გადავხადო სახელმწიფოს სერიოზულად ამბო კარგად გაგეცინა ხო ანუ თავიდან მეც ეგრე გამეცინა აი ეგ აი რაღაც მარაზმივით ჟღერს რაც გინდა დაარქვა მაგათვის კანონია ხო ჩვენთვის შეიძლება ესე იყოს რა ქვია სასაცილო იყოს უბრალოდ სასაცილო არის არა ეხა მაგაში ფულის გადახდა რავი ძალიან ისეთი რაღაცა ანუ მე რო ეხა მუსიკა მაქვს ჩართული და აი სტუდია რომ კონდეს ხო სალონებში და რავი კაფეში და ყველა მაგაშიც ფული უნდა გადაიხადო უბრალოდ სასაცილო რა არის იცი აი წვიმა რო წამოვა ხო და სახურავზე სახურავზე წყალი დაესხება ხო და ეს წყალი ხოლმე წვიმის წყალი სადმე ხოლმე გავიდეს მაგ წვიმის წყალის გავლაშიც ფულს იხდი ეხა кайფობთ მართალს ანუ მაგაგეუნები ანუ კანალიზაციაში რო ჩავიდეს რადგან შენ სახთა ესხა ხო თუ სახლი არ გაქვს არ იხდი და თუ სახლი გაქვს ესე იგივე გადაიხადო თუ სახლი არ გაქვს ანუ ნაკირავები თუ გაქვს ვინ იხდის არა მან ფლობელი რა თქმა უნდა ფლობელი ანუ თუ გაქვს სახლი ესე იგი ბეგარა უნდა გერმანიაში ხდება ეგეთი რაღაცა გერმანია საერთოდ არ მიგვერს იმიტომ არის ჰაერზეც იქნება ალბათ ერთხელაც რავი ვიცი ცღირზე საჩიკები ეს და საკაიფო ჩანთაა შენი გაკეთებულია მართლა აუ ყავია ხო საფულს ხო არა მაგარი მაგარი კაბურა მაქვს არ არის ან კომბო არის ერთი ის არის რა წყობი აი ძალიან საკაიფოა და ძალიან მაგარ ვიწეა თან ჩვენია ქართული ტყავი არის ყველაფერი ძაფიც კი ქართული არის მართლა ეგ კიდე მით უმეტეს თელი ხამე არ მეცინა ანუ შიშის გამო კი არა ანუ ხელავდი რა გამოვა როგორი იქნება საერთოდ არ მინდა იქნება ასეთი კი არა ასე იქნება სხვა ადგილას მინდა და რა ვიცი აი ეს საქმე ისა ანუ აი მეორეზე რომ ეხა ხო გემოს გავუგებ ამ ყველაფერს აი მეორეზე რომ დაიწყებ ფიქს ერთხელ თუ ტატუებშიც გადაგვახტენეს რამდენი ტატუც გაქვს იმდენი ის რა ქვია გადასახადი ისე კაი დიდ მანძ ტერიტორიაზე ძვირიღირს და მეგობარმა მითხრა მინდა ფეხზე და 3000 ლარი მაინც უნდა ფეხზე თელი უნდა კიდე მადლობა თქვას რომ ლარი უჯდება ან 3000 ევრო რო უთხრა მაშინ ეგ აბა გაჩნიას ავიკეთებ ხო ჩვენთან არის ყველაზე ანუ ესეთი ოპტიმალური ფასები ზოგადად ხო მაგრამ ნუ ისედაც გააჩნია ისთან იხატო კიდე ხო რომ თავარი ის არის რომ უსაფრთხოებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე რომ იცოდეს გამოცდილება ქონდეს ასე გამოცდილება ძალიან ბევრს რომელიც უნდა ვარჩიეთ იქ არ ვიცი რა გიჩევია არა ახლა ხდება ის უნდა იყოს აი ეს მასე ხო ყველას მასე აქვს მაგრამ მე მინდა ჩემს კერო იყოს დარწმუნებული ხარ? ეგრე უფრო ლამაზი იქნება რა ვიცი ესე უფრო სწორია
მაგრამ გაჩნია შენ ხელს ამ როგორ ესე. ანუ ესე ჩანს თუ ჩემი ხედი. აი ვიდეოში ყველგან ესე ჩანს. ხო, ანუ შენ უკეთ იცი. ესე, ხო, ამიტომაც ანუ შენ უნდა გადაწყვეტო. იდეაში უნდა იყოს ისე, რომ შენს წინ მждომი ადამიანი უნდა ხედავდეს სწორად. ხო. ანუ შენ თუ ხელს თუ ხმარო ესე მდგომარეობაში ან ძირითადად თუ ესე გიწევს. ეგრე მიწევს. და მაშინ უნდა ესეა იყოს ხო, სწორად. ესე უნდა იყოს სწორად. კი, კი. ეს ზომა თუ ცოტა დიდი არის. ცოტა დიდი, აი თითის მიხედვით მე მგონი ის პატარა უფრო. არა, ეს ნახოთ გადავლეთ ახლა დაკოპირების. იმიტომ რომ ამისი თეთრი ფონი იტყუება. აქ, ხა, ფურცელზე რა და გადაყვანილი ოდნავ პატარა ჩანს. გაჩვენე ისინი. ამიტომაც ჯობია რომ სადოთ. Lifestyle ვიდეოებს, ანუ ყოველდღიურობას ჭამს ვლოგებს. ეს გუშინდელი მელანი ხელს ყواشებს. გუშინ საღამოს წავიშვიდით, აქამდე ქარქაჩი. იმიტომ რომ აქ თითქოს ესეთი ფორები არის და იმ ფორებში ტატუც ეგრე კარგად იყოს და გაწვას. რამდენად კინეულია? მაგრამ თქვენ არ გაქვთ. თითზე ცოტა მგევნეულია. მაგრამ საკან გაშუარა. თან ეს პატარაა და თან შევსებულიც არ არის და აი გამზადების პროცესი უფრო დიდი დრო ჭირდება ვიდრე დახაროს. კარგი. ხო, ცოტა გვერდულად ვამაგი. აურა კარგია. ამ ესე კარგეთი ხელი? კი. ველო. ნახსა შეშტუბნა. და ისე ზომაც ხო კი, ზომაც იდეალურია და ადგილიც რაც არის და რავი აი. მოვიტვე. არა ეს არაფერი არ არის ხა ისეთი. ეს არის კარპეჯონის სისტემა, ეს ახალი თავის აპარატი არის. ეს აპარატი საჩვე. ოჩანს. ანუ სტანდარტული აპარატი არის. ან ნემსი ცალკე უნდა ჩადოთ, თავი ცალკე უნდა გავუკეთო, ბევრი ისეთი არის რა. ხა. ნიუანსი რაც უნდა იცოდე და გაითვალისწინო. როგორც მანქანებში, მექანიკა და ავტომატიკა, რა. ეს გამარტივებული არის, ხო. კარგია. ადრეს არის ნემსით და იმეებით რო კეთდებოდა ეს სუ ადრე. ესეც იგივე არის.
ალბათ აჩქარებული ხო ჩათვალე რომ მანქანებში ტესლა ყავს ზვირიც ეღირება ტესლასავით ტესლა ხო მიდის ეხლა ისეთი ძვირი არ არის აი რომ თავიდან რომ გამოჩნდა ხელი რომ მეტკინოს და გამოძრავდეს დაეთყობა ვერ გამოძრავდი ვერა მე მეჭირება აი გაიჭირე და ეგრეც არ გაგიმოძრავდება ხე შე როგონი ხო რავი კარგად დეტალურად აჩვენ და თუ ვიკივლებ მეც მაჩვენე ხდება შეჩვევა რა შემამჩნია როგორია შეგრძნების თემის არის ვიდეო კი არის ვერ მოყურებ ძალიან ემოციური ვარ და ვერ ვუყურებ ხოლმე აი ეს რაღაცა და ხა რა არის სიცხლე არ ჩანს არაფერი მაგრამ როცა უყურებ გადამაყურებ როცა უყურებ უფრო არ არის მტკინეული მართლა მართალია ხედავ შედეგს და იმეჯა ხო წინ აღიქოს ანუ რას უშვები ცხეულის ხო, და იცის რა ანუ რა ამას აყენებ ხო ანუ შეგრებულად აკეთებ და როცა ეს ინტერესანტია ხო ჩანსიკა მე რა ლამაზი იქნება პროსაგირდები უკვე მეც მაჩ ვიდრე ცხირზე ლამაზია ერთი წამი ამოვისუნგე კარგად ჩამოვდება და ეგ მარჩა ხო რა მარცა კიდევ დავიტაჭოს სო რა შეიძლება ხარ გამზადებას უფრო დიდი ხანი ჭირდება ვიდრე გაკეთებას ესეთ პატარა ნახატებზე მაგრამ ანუ ეს ყველაფერი ახლა ამ ხელა ნახატისთვისაც არის ერთი წერტილისთვისაც არის და ამ ნახატისთვისაც არის ანუ ერთ და იგივე არის
ორი შვილი მყავს გაჩერილი და ტატუზე ვხდებით სულთან. 2 არა, 3 კაცი. მე ახალია. ესე მე გამოგჭა ხა ჯერ არა ხან შეჩეული. წყალი არ უნდა მოხდეს? შეიძლება, ანუ პირიქით. ასე? ხო, ანუ დღეში 3-4 ჯელის ბებანტე პლუს. ერთი ჯერ არ მითხრა. სო. ისო, ერადი ისინი ბურთები დაფრინავს. დიდი ტატუა გავიგეთ, სულ გავხდები ვეჭველი. არა, არსებობს სპეციალური კრემები. არა, ტკივილის გამო არა, ემოციების გამო. ისეთი არაფერი არ მტკივილია. პირველად სისხლი რა ავიღებენ და მაშინ გადავყირავდი. ამოვარდება პიგმენტი და შეიძლება მე კორექცია იყოს საჭირო. ან არის შემთხვევა რომ ოდნავ სქერდება კონტური და ან არის რომ საერთოდ ხრება. вообще как получилось. ხო. ანუ შეიძლება მთლიანად ამოვარდეს პიგმენტი. მითხრეს რომ ისაო რაღაც დროში ერთად გადატანება მოგიწევს, რადგან ხელზე იქეთებ. ეგ ვარიანტი არის ის რომ შეიძლება ნახევრად ამოვარდეს პიგმენტები ცოტა და რაღაც მომენტებში შეიძლება კორექცია დაჭირდეს. მეტი არა. რავი, ძალიან მომწონს და თუ ესე მომეწონება, სულ განვაახლოთ. თან პირველია რაღაცა, თან ღია გული იმის სიმბოლოდ, რომ გულს შეუძლია დაიწიოს უსაზღურო სიყვარული და სულ ღია არის კიდე. ამდენიც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, სულ ღია, მაინც რომ ახალი ადამიანს გიყვარდეს და აი მაგის სიმბოლოდ მინდა და ამის გადასვლა დამენანება. კარგად მოული, კარგად იქნება. ხო. აი ვიყიდე ხა იმასაც და დიდი მადლობა. ხალხოაზე მოვედი, ნახეთ ფერიც მოვიყიდა. კრიტიკინა გამავის. და вообще ანუ კიან კიოდა. არც მეშინოდა. უბრალოდ რომ ხედავდი ხორცში ნემსი რო ჩადიოდა, იმან გამოხადა ცუდად. წარმოგიდგენიათ? აი პროსტა რავი. ის კაცია და ისე გამოაღე. დამწუხო.
ტელეფონი მეორე. აქ მაქვს, ყველაფერი აქ მაქვს. ესე იგი, ეს რა ქვია, ძალიან კაი ბიჭი იყო. ხა? არა. ძალიან კაი ბიჭი იყო, რაღაცნაირად ძალიან კარგი ენერგეტიკული შეიქმნა. აი, როგორც ადამიანი რაღაცნაირად ძალიან მომეწონა. ხო, კაი ტიპი იყო. ხო, არა, ეხლა ერთი შეხედვით მე მაგასთან, ორი შეხედვით, ანუ საქმე რაც გააკეთა, რაც მე უხერხა, ძალიან კარგი იყო. ზოგი ხო არის უხეში და ხო, აი ზოგი არის ძალიან ისეთი, ანუ უხეშიანი ისეთიან რაღაცა და მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ადამიანი როგორია. ასაც შენ საქმეს აკეთებ, ასე თან მიგმედეს ასეთ საქმეს, აი ეგ ცივი არ უნდა იყოს. ძალიან ადამიანური მომენტი აქ მართავს ამბობ. აუ როგორ მიხარია ჩემ პირველ დათო. იმედი არ გადამივა. გაუგზავნი სამყაროს თხოვნას არ გადამივიდა, 80%-ს გადასდისო. დაევიყო მე 20% და ჩემი დათო არ გადამიდეს. ესე იგი ისე ადგილს უნდა გავიკეთოთ დათო, სადაც ბეწვი ამოდის. ჩემთან ბეწვი ბევრ ადგილას ასე რომ არჩევანი არ გამიჭირდება. აუ როგორ მიხარია. ძალიან ლამაზი, ხო ლამაზი გამოვიდა იქა. რაღაც ხო ძალიან ესთეტიური, აი უხეში ხო არ არის. საერთოდ აი ისი როგორ არის, არ ვიცი როგორ გითხრა და არ გევასება. ანუ ფიქრობ რომ ანუ ნაკლებად ხედავ ან სილამაზეს. ანუ კი, მაგრამ ანუ იმიტომ რომ ჯერ ერთი მაგ შეხედულება ისეთი რომ ხლიერ რომ ქალს არ უხდები და აი რაღაც ვერ არ ვიქამ რომ უხდება და მეორე და ის რომ ხა პატარა რომ გაიგეთ რაღაცა აი ეს ანუ და თან გული რო არის ანუ ჩანს მაინც ასე თუ ისე კარგად. ეხა დიდ სტატუს ხალი რო იკეთებს, ანუ მე მაგას ვერანაირად ვერ აღიქვა, კარგი. ხა, მაგრამ ამაზე გეუბნები, ეს ხო ძალიან ესთეტიურია ჩემი ხარ არა, ეს პატარა რაღაცა ნაზია და ანუ აი აგერ სამკაული ეგეთია. შესაბამისად ხალხთან უფრო ასოცირდება სინასე. ეს არის სტერეოტიპი. შეიძლება ქალი იყოს და ბევრ კაცზე უფრო არანაზი იყოს. ბუნებით. მაინც ნაზი უნდა იყოს ქალი? აბა რაღაც მინდა კაცი ვიქნა. რატო არ გინდა კაცი? ეხა კუჭაში ნუ იყირებ მაინც. აი კაცები ძალიან სიღრმეში ჩავდივართ. მოიცა ჩავდეთ მანქანაში ისე ჩავდეთ სიღრმეში, თორე ცოტა მეწვის ხევი. ვაიმე, ოცაჩი მომისმი ხალხო. ანტენოლიო ხო? მნიშვნელობა აქვს, ანუ რას იკეთე ჯერ ერთი. აუ როგორ პატარა რაღაცა, ცოტა ბახარ მომივიდოდა. აი ხა შენ როგორც გაიკეთე ის, ანუ მე მაინც არ მოიძახე, მაგრამ ანუ აი მაგის ატანა შემიძლია. ატანა შეუძლია. მე აქაც მომწონს აი აქ დააგვი. მithumetes ეხა ადამიანს რაღაცა რო ძალიან უნდა, ეხა რატო უნდა დაუშალო, მაგრამ ხო, არანაირად არ ასწორიო დაუშალო. მაგრამ ეხა ანი ტატუთი რო გაივსო, ეგეთ ტანი ტატუთი რო გაივსო. ტანის ტატუთი გავსებას არ ვაპირებ. თუ არ აპირებ ძალიან კაი. მაგრამ რამდენიმე მინდა. თუ აპირებ ძალიან ცუდი კიდე. დამეყრები? ვიცი მიზაში ჩაეწერება ტანი ტატუთი გაივსო. ანუ აქ არის ერთი მომენტი, კაროჩე, ეხა ტატუ ვაფშე არაფერს არ ცulis და რაღაცა, მაგრამ იცი როგორ არის, ეხა ტატუ თუ გაიგეთე და მაგის გამო ადამიანთან ურთიერთობა გაიგიფუჭდეს და გაიყარო და რაღაც ეგეც არაა სწორი, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ ადამიანმა შენ არ შეგზღუდოს და რამე არ აგიკრძალოს. ანუ ხო, ანუ ეს კატეგორიულად არ უნდა გაიგოთ, იმიტომ რომ მე არ მომწონს. მაგრამ არის კიდე მეორე მხარე. შენი მხარე. ჩემი მხარე, რომ მე რაღაცა არ მომწონს, მაგრამ შენ რო ძალიან გინდოდა, იმიტომ ანუ გამოყევი მაგამ ბავშვს, მაგრამ ეხა
რაც მე არ მომწონს იმას რომ გაიკეთებ, ეგეც არა, იმიტომ რომ შენ მეორე ადამიანის აზრს არ ითვალისწინებ შენ საერთოდ, ანუ მხოლოდ შენს ას ისტორებ. ამიტომ შუალედურად უნდა იყოს ყველაფერი. აი ეგ ასწორი, მეც ეგრე ვფიქრობ, შუალედურად. ანუ მე ზოგადად ეგეთი ვარ, ანუ მე არასოდეს ადამიანს არ მინდა კაც ვერცოთ მანქანა სატარები ისა არ უნდა არ არის სწორი მიდგომა, ეხლა ტატუ გაიკეთო, თიცი რაღაც გული დაიხატო და ეს ძალიან მაგრამ ეხლა მე ეგეც არ მინდოდა, მაგრამ ეხლა ნუ მაგაში მე ვერ ვხედავ სულს ვერაფერს და შესაბამისად ეხლა რა პრობლემაა. ნახე ხელები და ყინული მაქვს ისეთი აი ემოციებით. შოდის გაქვთ ფილმი. არა, ეხლა მაქვს ემოცია, აი ვაფშე ვერ ციციოს, ვაფშე ვერაფერს. სხვადასხვა მეც მინდა დავიხატო, კაროჩე, აი ერთი რა, ანუ, მაგრამ შენ წარმოვიდგინე, ეხლა აი მაგის ფულს რამენაირად გავახერხებდი რომ მქონოდა, მაგრამ აი თან აი იცი რა მინდა, მაგრამ არ ხარ ეგ ტიპი, რომ დიდად რო უყვარს სტატუა. ანუ ხო თან იცი რა მინდა, მაგრამ იცი როგორ არის? თან არ მინდა, თან მინდა და ანუ კაროჩე რა ვიცი და ეხლა რა ვიცი და საერთოდ ვთვლი რომ აი პატარა რაღაც ანუ დაუშვათ რომ ადამიანმა ანუ არა აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება კაცი ნუ რომ რაღაცა დაიხატოს ეს ცუდი არ არის. აი მე იცი რა ვთვლი რომ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, ნახე, ანუ ესეთი რაღაცა უნდა. მაგრამ ეხლა იგივე მეგობრებს ხო იცი შენ რომ აი ზოგ ადამიანთან მეგობრობასაც უშლიან ერთმანეთს, გინდა ცოლიც უშლის ქმარიც, აი ამას არ ემეგობრო, აქ არ წახვიდე, აქ არ იმუშაო, ეს ანუ ესეთი სამსახური არ გქონდეს. იცი რა არის, ის საიდან მოდის? ყველაფერი იცი საიდან მოდის? ანუ იცი შეიძლება შენც იცი, მაგრამ შეიძლება ვაფშე მე სულ სხვა რაღაცას ვიძახი, მაშინ ვიტყვი და გაგაწყვეტინე კიდეს. ანუ დასაბუთა. ანუ აქ უფრო არის იცი რა არის უნდობლობის და ეჭვიანობის მომენტი. ის არ გააკეთო იმასთან არ ქნა ამას. რატო გას შენ თუ შენს ადამიანზე ენდობი ბრმად და თვალდახუჭული რატო ზღუდავ? თან არ რატო ზღუდავ? იმიტომ რომ და თუ მაგას დაუცდა სადმე ფეხი ხო აი ხო წერტილი всё გამოჩნდება შენ ენდობოდი თვალდახუჭული იყო ყველანაირად და აბსოლუტურად ყველაფერში არ ზღუდავდი და ასეთი ადამიანის დანას თუ ჩაგარტყამ ზურგში ეგ კარგიც არის იმ კუთ ძალიან ძიმეა მაგრამ კაიცა რომ გამოჩნდება რომ ჯანდაბაში წავა მოიშორებ აი ესე ძალიან მარტივად აი ეგრე ჯანდაბაში წავა ღირს სხვა ხარ უნდა იყოს всё მაგრამ ეს ამის გაგება აი ეს არ შეუძლია ადამიანებს აი ეს დაიყვანოს ანუ და აი ეს აზრში აი ესეთნაირად რომ აი რომ შეიძლება ესე ურთიერთობა შენ უახლოეს და ანუ ძვირფას ადამიანთან ეს რაღაცა იყოს მე არ ვერევი არავის ცხოვრებაში და არავის განვიკითხავ და რაღაცა რომ ისე რატო აკეთებს და ის რა საში მაგრამ ნუ რა ყველას თავისი ისა შეხედულება ყველას თავისი თავი აბია მხრებზე და ყველას თავისი ცხოვრებით და გზით გაუმარჯოს კარგი იქნება ცუდი всё რა ვიცი მეტი რომ არანაირად უნდა ვთქვა. ანუ მე ასე მიმაჩნია. აი ხა მე ასე მიმაჩნია სწორად, ანუ მაგრამ ეხა იმას უთხარი მე ასე მიმაჩნია სწორად და შენც ასე უნდა თქვა გააკეთე. არა, ეგ არა სწორი, მე რაც მიმაჩნია ის მე და იმას რაც მიაჩნია იმას ის და ანუ მე კიდე ის მინდა წეგან მე თქვა ურთიერთობაზე რომ აი ძალიან არასწორია ერთმანეთის შეზღუდვა, რომ აი მე არ მომწონს და შენ არ გააკეთო. ის მესმის რომ თუ ისეთი წარმოუდგენელია რომ ადამიანს უკვე ვეღარ შეხედავ, ხო? კი, იმანაც უნდა გაითვალისწინოს ეგ, მაგრამ აი მე არ მომწონს და შენ არ გაიკეთო, ეს ძალიან არ მიმაჩნია სწორად. ანუ ორივემ უნდა მივცეთ ერთმანეთს ვით გამოხატვის საშუალება, გინდა ვარცხნილობაში, გინდა ტატუში, ანუ რაც სხვას არ აზიანებს არავის, ხო? იმაში, როგორც წარმოგვიდგენია ჩვენ თვითონ. და მოკლედ ჩემი აზრით სწორია ეს. ანუ მოკლედ ესეა და ეხა ერთმანეთის აზრის გათვალისწინება არის, ანუ ყველაზე მთავარი და ადამიანის არ შეიზღუდოს, ადამიანი არ შეიზღუდოს და გავიკეთე. ხო, რა პრობლემა ეხა შეგიძლია კიდე გაიკეთო, მაგრამ ეხა ნუ კიდე გავიკეთე, ბაბა რა, ოღონდ ისეც არ გავიკეთე, რომ აი მოვიხატო რაღაცა. რამდენიმე მინდა სიმბოლური სხეული სხვა პატარა და საყვარელი. ოღონდ ეს არ მოხდება ეხლა დღეს რო ეს გავიკეთე და ერთ მაგაზე მე რო შევთან. ანუ ხო, დროში იქნება ეს რა. ჯერ ამედაში. ჯერ ანუ რასაც გაიგეთებ, ახლა ჯერ მე და შევთან. მე მინდა ერთი ისეთი გავიკეთოთ წვილის.
ანუ აი მეც რომ აქ და შენც რომ გაგძელება რა კარგი. რომ მიადებ და რომ გძელდება გავიგეთოთ, ეგეც გავიგეთოთ, რაც. ძალიან მოწონს ეგეთები თავ ერთს მეგობამ თქვა ეხა გამახსენდა შეყვარებულთან მქონდა პირველი ტატუ გავიკეთე პირველი შეყვარებულთან აი ესე წვილურია და დავშორდი და ვიჩვენე მეორე დღესე მოვიშორეო ეხა აქ წამოსვლაც კი აი ბარემ პირდაპირ ვიქნები ბოლომდე მეზარებოდა წამოსვლაც კი არა ნუ ეხა ხო აი ეს განწყობა ხო ტატუს დასაყატად უნდა წავიდე თან გვეჩქარება აუ შემი გაგაგვიანდა მეძინება მინდოდა მე თქვა გაგგვიანდეს აი რა მაგვიან სად მაგვიანდება კაცო რომ ხელას ხარულია ჩემთვის თან არ მეგონა რომ ესეთი ლამაზი იქნება ანუ უფრო ლამაზია ვიდრე ველოდი და კიდე ანუ სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ აი ხელი ხო არის აი ეს ანუ თუ ჩემი აღქმით ვფიქრობ რომ აი აქ უფრო ქალის ზე ანუ ქალს ასე ვთქვათ, მოდი კაცზე არ ამაქვს საუბარი. ქალს უფრო აქ უხდები. ხელზე? ხო, ანუ აქ, ანუ მე არ მომწონს ხომ აი მთლიანი რო, აი მთლიანი აქვს ხომ აი ეს, აი მაგაზე ხდები ცუდად, აი იმენა ცუდად ხდები, აი რო შევხედავ, მგონია რომ ხელი აი ეს ვაფშე არ ჩანს. აუ საშინელებ, აი რო დახედავ რანაირიც არ უნდა გაიკეთო, აი მე ჩემი შეხედვით, ანუ მგონია რომ ანუ ადამიანმა თავისი ლამაზი დაწილი სხეულის იმენა დაამახინჯა. ეს კიდე სამკაო აქსესუარი. აქ ნუ ეხლა ესეც არ მომწონს, მაგრამ რო შეხედავ არ ჩანს რომ ცუდია. არა. ხო და ეხლა კიდე ერთ გოგოს აქ ბლოგერს როგორიცი, აი მთლიან ამაზე, აი ესე სულ კრუგი, სქელი კრუგი. არ მინდა აი განსაკუთრებით აი ქალებს რო აქ იმენა ვერ ვიტან გარო. რაღაცა ამ ხელა თავის ხელა ის რო აქვს. კაი რა. აი აქ ლამაზი დიდი. ერთ გოგოს არ მინდა დიდი არ მინდა გაროს და გველი და რაღაცა ბაყაყი და ის ურჩხული მე გველი ვარ გველი წელში რაც არ უნდა იყო კაცო მეორეც გინდა კიდე დაახადა იხატო ასე პირველი მე ვარ ერთი არ არის საგვარესი ეს ეხლა იქაც ისე დაბრუნებული იდგა იქაც აუ კაროჩე იკა აქ აჩვენე ტელეფონი ეჭია და ესე სადღაც იყურე ანუ თავარი ერთს ვიტყვი და რაღა ვლაპარაკო რა ხდება აი შეიმრალია იქ დავიწყო და ჩემთვის ვიკავი ეხლა ვაფშე სახშიც ვიქნები ნახევარი გზა მინიმუმ გავლილი გვიქნებოდა ანუ მე ანუ თუ ადამიანს ანუ კონკრეტულად ტატუს რო იკეთებ აი სილამაზეს განსაკუთრებით ანუ ქალი რო იკეთებს ანუ აი თუ არ აკარგვინებს ანუ იმ თავის სილამაზეს ანუ თავის სხეულს აი მაშინ ძალიან ლამაზია აი რა სხვანაირად მე ანუ ჩემთვის წარმოუდგენელი რა უბრალოდ ხო ეგ მეც არ მომწონს აი საკუთარი ესთეტიკა არ უნდა დაიკარგოს პირიქით იმან ხაზი უნდა გაუსვას და იმან კიდე უნდა წარმოაჩინოს ეს სილამაზე ჩემთვის ეგეთია ხო მაგრამ ყველას თავისი გემოვნება და ხმა ამიტომ იცი რა არის როცა თავისუფალი ხარ და მარტო ხარ რაც გინდა ის დაიხატე ეხლაც რას მინდა იმას ავიღო რა ეგრე არა რასაც გინდა იმას ვერ დაიხატავ ეხლა შანსი არა ტანკს ხო ვერ დაიხატავ მწავზე არ მინდა და მე ნაზი და ლამაზი რაღაცები მინდა ხო მაგრამ მაინც შენც ეგეთებზე თანახმდა მაინც გასაყოფი გაქვს ჩემთან გავიყოთ ხო აბა როგორ გინდა ყველაფერი უნდა გავიყოთ წავედი ძირბაზე რომ იმასაც ვიყიდი და იმეგორი ხარია ეხლა ჩამოცვიდება ესე ყველაფერი ქვემოთ